გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი განახლება მაქვს გუნჩის საკმაოდ. გუშინ და ლაივიდან ვინც იცის, გამოვიდა ის პაკი. რავი რა ქვია მოკლედ. პაკი დავარქოთ რა მოკლედ. ხოდა. დაგდებით ვიღაცა დავაგდეო მოგატყულებთ, მაგრამ შემადგენლობაში თითქმის ყველა გავაძლიერე, გამომაქცე დონარუმა პირველ რიგში. თითქმის ყველა 88-99 აქვს თითქმის ყველას რეიტინგი. აუტო ბესციანი რო არის აი ეს. მანდაც ისე დალაგდა როგორც მე მაწყობდა, ამიტომ ხელი არაფერს არ დაედება. უბრალოდ რუდიგერი შეიძლება შევცვალო რომელიმე მცველში ან მარკინიოსში ან მოვიყვან კიდე ვინმეს. დღეს ჩავატარებ ონლაინ ტურს. ვეცდები რომ რაღაცა მაინც მოვიგო და ეს 5000-ზე და იმაზე უნდა ავიდე ყველანაირად რომ ერთი ლეგენდა მაინც დავაგდოთ. გამაქსულ გუნდებს ვეთამაშებით, რაც კი ხედავთ რომ უკვე ცინის, მაგრამ შეიძლება მოგება ამასთან. იმიტომ რომ მეც გავაძლიერე უკვე და აღარა უბრალო ქარდის ფეხბურთელები. ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა რომ მოსაგებად თამაში მიღეს. ეხა ონლაინ მატჩებში, თითეული მატჩი ჩემთვის არის მანიშნულოვანი უკვე რაც დავუმუღამე ბევრ რაღაცას ამ ონლაინ მატჩებში. არ ვიძახი ხა ფრენდლი მატჩს, მე ვიძახი უბრალოდ იმ ჩვეულებრივ ონლაინ მატჩებს, რადგან ბევრი კაი ქულები გვეძლევა, რაც მე მაწყობს, მინდა არ მინდა მაწყობს, ამიტომ უნდა ვითამაშოთ ონლაინი. რეჟიმი რა თქმა უნდა და დონარუმას გატესტვაც საინტერესო იქნება, როგორც ის ლაივებში ძალიან კარგ ბურთებს იღებს, ამიტომ მინდა მისი გატესტვა. პაპემ წინ ვერ გაიგდო, მაგრამ ეგ არაფერი მთავარია. მოხდეს ის, რაც მოხდეს, გავიტანოთ ერთი გოლი. ბიჭო ზევით არა წია ხაკი მიკაი რა. მეთქი ზევით აწევდა ისა. ახე თვითონ გარბის იმენა სერიოზულად. თან ძალიან აპასნი თამაში მიდის. იცინე, ამას გონია ხარ, რადგან გამაქსული გუნდი ყავს, მარტივად მოიგებს. მაგრამ ძალიან ცდება, რადგან დონარუმაა კარში და პირველი სეივი. დონარუმას. ბიჭო არა, დონარულმა სერიოზულია. გაძლიერებული დონარულმა წესი უფრო სერიოზული უნდა იყოს. თან იმის იმედიც მაქვს, რომ მალე ავა 150,000-ზე. გამომწერზე არ გულისხმობ, მე გულისხმობ თამაშის რაღაცებს. და 500 გამომწერი მინდა წელს, მაგრამ ამდენად შევძლებ თამას. მაგრამ იმედია რომ შევძლებ 500-კენ მეცეც თუ ავალთ, ჩემთვის არანაირი დაბრკოლება არ აქვს მაგას. მე პირიქით მაწყობს. ჯერ 400 გამომწერი გვაკასაწური და იმედია მალე გავალთ. კი არა და ავალთ 400 გამომწერზე. ალბათ ამ ვიდეოს მერე დიდი ალბათობით 400 გამომწერი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ 388-ზე ვართ, ბევრი არ მაკლია 12 გამომწერი. იმედია მომეხმარებით რომ ავიდეთ 400 გამომწერზე და დავიძრათ 500 გამომწერისკენ. პლუს ამას თუ გსურთ ხშირად ვიდეოები, დამიწერეთ კომენტარებში და პაპე ვალვერდი ვაიმი
რა შანსი ბიჭო აი მას ახლა სიცილისთვის ეკუთვნის რომ მოუგოთ ვინც მეთანხმებით რომ ეკუთვნის აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და დააკომენტარეთ იასწნია რომ ეკუთვნის ორა კაი პასი მინდოდა მაგრამ არ გამოვიდა სამწუხარო და ეხა შეგვიძლია კარგი გოლი გემრიელი ვაჭამოთ რა თქმა უნდა გაძლიერებული ვინისიუსი გაძლიერებული მბაპე გაძლიერებული საკა უდრის ორმაგ სტანდარტს და ორმაგ შეთამაშებას ну ამ გუნდის ისტორია ვისაც გაინტერესებთ პირველი ვიდეოდან მოყოლებული შეგიძლიათ უყუროთ იმიტომ რომ თითქმის 2 წელზე მეტი ამ აკაუნტზე ვთამაშობ კუნდე ну იქ ბალდე აგყოლია ხო ჯერ დაცვა გავაძლიეროთ ახლა შევაგდოთ აქ ბარელა და დაგვარეჯიქთა ჩვენმა ძმამ პირველი მოგება ონლაინ ტურში შვენიერი არია მომწონს აბა ნახოთ ეიპი მოგცა 28353 ეს კლასს ძალიან წაადგება თუ უფრო მეტი ხო არ ვიცი უფრო მეტია შეიძლება მაგრამ წაგვადა 126 ჯეორჯია მაგრა თამაშობს შვენიერია მომწონს მისი აქტიურობა ნახოთ შემდეგი ონლაინ მატჩი ვინ შეხვდება და შეხვდება ის რა არის რეირ აგენტი მოკლედ 20000 გვინდა ხო როგორც ვიცი 50000 მგონი თუ 52000 რო ან დავაგდოთ კარლოს ვალდერ რამა რა ვიცი მათიოსი რივალდო ხატაო აუ რივალდო და პიერეში რივალდო სასწაული იქნება მარცხენა მხარეს 2 წამის შემადგენლობას გადავხედოთ ნუ არც დაღლილები არ არიან ამიტომ შეგვიძლია თამამად მეორე მატჩიც რომ მივაყოლოთ და 2-0 გავხადოთ ონლაინ ტური ნუ უკვე არის 2 მოგება 2 წაგებაზე მაგრამ მივძახი ამ ვიდეოს მიზნით კიდე რომელიღაცა ფეხბურთი ამ მთლიანი გუნდი მინდა რომ გავუმაქსო ეხლა რაც მყავს მაგათი გამაქსვა მინდა მაგრამ ძალიან რთულია იმიტომ რომ 150 ლარიღის კაროჩე 2000 კრისტალი 2000 რაღაცა ნუ პლუს დამატებით გაძლევს კიდე 700 თუ 600 გონი 300 არ ვიცი მაგრამ ყველა თვეში 850 ლარი რიცხვი ამ თამაში არა მაგდენი პიძი ну შეიძლება იყოს მაგრამ მაინც შვენიერი კადრები კი ბატონო ჩემ სტადიონზე სახში მიდის ყუმარი მივესალმები რომ ბოლომდე ზენგა ყავს კარში სერიოზული შემადგენლობა ყავს პოპ ეგ არის 1-0 უკაიო საკა კარგია ონლაინ მატჩებში აღარ ჭედავს რასაც მივესალმები და ზენგა ძალიან კარგი მეკარია მაგრამ რავი აქ რა შეეშალა ეხა მე აზიარო მაგრამ შეეშალა მოხდა ის რაც მოხდა ვახ გადავრჩით საკა რა კაი ხარ ბიჭო კიდევ საკა მოაწოდა და მბაპე 2-0 აუ რა კაი თამაშები მიდის ზურა გაძლიერებული შვენიერი მბაპე
გაძლიერებული საკა, გაძლიერებული ბაპე, სულ სხვა ლეველია. ეხა ვაფშე სულ სხვა თამაში მიდის, აი მეც რო უყურებ და ფეხბურთელებს, პასებს, დარტყმას, რავი, სისწრაფე, ყველაფერი, აი დაცვა, აი შეხედე. ეს სულ სხვა დონე მიდის, რო გავაძლიერე რა. და ვა დონარუმა. გონი ისევ დაეწყო დონარუმას შორს პრობლემები. კარგია დე ბრუინ მომწონს. კარგი პასი. რა კაი პასი მქონდა რა და ჩანაფიქრი შუაში გავუგდებდი და ეგ იყო. ბაპე. სალიბა. აქვენ გარბის ვინისიუსი. და ესეც შენი 3-0 მშვენიერი პასი ვინისიუსის და დე ბრუინის მშვენიერი შემორბინა. ნახევარმცველის ზეიდეალური ნახე. და ზენგარებს რა ნუ არ ვიცი, მაგრამ პირველივე ტაიმში 3-0 არის საკმაოდ კარგი შედეგი. ოპა და დონარუმა, ოპა, შვენიერი რაფალეაოთი შეგვიგდო. თან ისე ათამაშა ბურთი, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გავხდი. პატკატი მინდოდა, მაგრამ პატკაც ჯობდა ისევ. ესეთი პასი მარა კამავინგა სერიოზულია თუ გააძლიერებთ, თუ გამაგსავნთ, მაგრამ ბელინგემი მაინც სხვა როჟა, სხვა ადამიანია, ნუ ჩემ მჭირდება ჯუდ ბელინგემი. ეს მეორე მატჩიც უნდა მოვიგოთ. მე ეჭვება რომ ესე თავისუფლად მოვიგო. ზენგა რატო გამოიყვანა თუ ხო ესეთი პასებით. საკა იმენა კარგად დრიბლინგი ორობს. ვეღარ. ბაპეზე კაი პასი მიდიოდა. კაიო საკასა მარცხენა, მაგრამ არ უარგავს საკას ჯერ რობით. ბალდე შემოვიყვანოთ გარემარბა და რაფა ლეაო, ასევე კუნდე დავამატოთ და ბარელა შემოვაგდოთ დე ბრუინის ნაცვლად. ნახოთ აბა რა შედეგს გამოიტანს ეს ცვლილებები. მე-60 წუთია. ნუ აქ დამატებით 90-იანები ნუ გამოირიცხა ყველანაირად. დარტყმა და ნუ დონარუმა ადგილზეა. გადავაგდით შორს. მაგრამ აი ესეთი გადაგდებით. რავი, რამდენად წინ წავალთ. კარგი პასი. კარგია, მაგრამ საკა. ოხო, სალიბა. ბუკაიო საკა. ისე დე ბრუინი და ვალვერდემ ჩაჭრა ეს ბურთი. სერიოზული ყუმარ. კარგი პასი. და გაიტანა კილიან მბაპემ თავისი მარცხენათი 4-1. შვენიერი გავიდა გოლი. რა კაი პასი. კიდე კაი აქით მიცა და იქით არა და ნუ ბაპეს შვენიერი მარცხენა იქ ძირითადად კი რა სკამზე ერლინგ ჰოლანდი ვერ დავინახე, მგონი არ გაძლიერებულა. ნუ ისე როგორც მე მინდოდა, ამიტომ მეორე ტაიმის დაგვარეჯექტეს. მოკლედ დაგიმშვიდობებით ამ ორი მატჩი, ძალიან კაი მატჩები იყო. თუ მოგეწონებათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, დააკომენტარით და გამოიწერით არხი, რადგან მალე ავიდეთ 400 გამომწერზე და 500 გამომწერი მინდა ძალიან მაგრად რა.
არა ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის რა მოკლედ. ლაივს რაც შეეხება, ვინც ბოლომდე უყურებთ ახლა ამ ვიდეოს, ნუ გეცოდინებათ, ლაივს რაც შეეხება, შესაძლოა ხვალ იყოს ლაივი. ხვალ ალბათ 12-ისთვის ან შეიძლება მერე. დღეისათვის სულ ეს იყო დაგემშვიდობებით, ყველას დიდი მადლობა, ვინც აქამდე მოხვედით, ვინც ბოლომდე უყურეთ და შევხვდებით მომავალ ვიდეოში, ნახვამდის.